მოგესალმებით საყვარელო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეხლა გავაკეთოთ ესეთი გაშლა მხოლოდ ერთ ვარიანტზე. ნანობს თუ არა რო დაგკარგათ და რამე თუ გაათვიცნობიერა. ნახოთ კიდევ რას აპირებს, რამეს თუ აპირებს. დავიწყოთ დახასიათებით რა ენერგიებში ხართ თქვენ. თქვენ ახლა რაღაც შვენივად გრძნობთ თავს თითქოს თუ არ არის ეს მოჩვენებითი ვნახოთ, თითქოს თქვენ შინაგან დრაკონებს მოერიეთ. მიხვდით აქ, რომ თქვენთვის ღია რაღაც ჰორიზონტები. და იგრძენით სასწაული ძალა და სტაბილურობა. ანუ გითხარით ვარიანტი 1-ია და ყველას ეს გაშლა არ მოუხდება. ვინც ახლა თავს ეს ეგრძნობთ, შეიძლება იყოთ ნაწყენი, შეიძლება იყოთ იმედგაცრუებულები, მაგრამ ანუ თუ ამ ენერგიებსაც გრძნობთ, სიძლიერეს, მომავლის იმედს, რაღაცა სტაბილურობას და საყრდენს ფერქვეშ, მაშინ უყურეთ. თუ აბსოლუტურად დაკარგულები ხართ, არის რა გააკეთოთ, საით გაიხედოთ, მაშინ არ არის ეს თქვენი გაშლა. თითქოს თქვენს გარშემო ყველაფერია. ყველაფერი შეგიძლიათ აიღოთ. მაგრამ ძალა არ ყოფნით, რესურსი არ ყოფნით. აქ თქვენი შიშები დაძლიეთ. მაგრამ იმისთვის რომ ყველაფერი აიღოთ, თითქოს არც გჭირდებათ ყველაფერი რისი აღებაც შეგიძლიათ. ეს ეხება სხვადასხვა სფეროების ცხოვრების. რაღაცა დამარხეთ, გამოიტირეთ, შეიძლება ეს ურთიერთობაც იყოს. აქ თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება. უმეტეს შემთხვევაში, რომ დაცილებულიყავით პარტნიორს. თუ დაემთხვა თქვენი დახასიათება, გააგრძელეთ ყურება და ვნახოთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი რა ენერგიებშია. ფიქრობს, რომ რაღაც საყრდენი ნახა დგას, მაგრამ აქ თითქოს პატარა ქარმა რო დაუბეროს, ყველაფერი ჩამოემსხვრება. რაღაც კი დგას ზემოდავიდა, მაგრამ სიტუაცია არის ძალიან მერყევი. უნდა რომ ყველაფერი აიღოს. უნდა რომ სიტუაცია აკონტროლოს. მზად არის ამის გამო. საკუთარი რაღაცები გაწიროს. ანუ აქ პრინციპის გამო შეუძლია რომ ბედნიერებაზე თქვა უარი. ბედნიერება ყველასთვის სხვადასხვა რამეა. აი ამისთვის რა არის ბედნიერი, მთავარია იყოს გამარჯვებული. ცოტა უცნაურია. ვინც იცანით სიტუაცია, გააგრძელეთ ყურება. ვნახოთ ნანობს თუ არა. ნუ კი ნანობს, მაგრამ რაღაც სხვა ოცნებების ასრულების იმედად დარჩა. ეს სხვა ოცნებები არ ნიშნავს სხვა პარტნიორებს, რას ნიშნავს ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში არჩევანშია. რას ეხება ეს? ეს ეხება რაღაცა მსხვილ შანსს, უფრო აქ მატერიალურისკენ გადაიხარა ეხლა. აქ ცრუ იმპერატორია. კაცი, რომელსაც გონია, რომ სადღაც მიდის, რაღაცა მიზნებს აღწევს, მაგრამ მისი ცხენი არის სათამაშო.
სინამდვილეში ერთ ადგილზე დგას. ნუ დიდი ქუდი კი დაუხურავს. ნუ აი ნული არკანი. გაუნულდა რაღაცები. ან აქ კიდე შესაძლოა რა ვიღაცებთან იქნება, ანუ რას აკეთებს რაღაცებს, მაგრამ უშედეგოდ, იმიტომ რომ ტვინს არ აყოლებს. იმიტომ რომ არ შეუძლია რაღაცა მსხვილის გამო ეხლამდელ რაღაცა პატარა სიამოვნებაზე თქვას უარი. აქ ადამიანია, რომელსაც დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს და შედეგზე არ ფიქრობს. კარგით, რა გაათვიცნობიერა? რა გაათვიცნობიერა, რომ მივხვდეთ ამას, მოდით ვიკითხოთ, ვინ ხართ დღეს თქვენ მისთვის. თქვენ ხართ ადამიანი, ვინც თავის სტაბილურობაში აქვს, ხედავთ ახლა, ანუ გონია რომ ხართ თქვენ კომფორტის ზონაში, პრინციპში როგორც თქვენ სიგნიფიკაციაზე ამოვიდა, გათვიცნობიერა რომ თქვენ მას თავი მოკვეთეთ და მოკალით. ნანობს რამეს. ნანობს, იმიტომ რომ თქვენ მისთვის იმპერატრიცა ხართ. თქვენზე ძვირფასი, ღირებული ადამიანი მის გარშემო არეგულება. გრძნობები არის აქ, მაგრამ გრძნობები არის ცვალებადი და ცოტა მსუბუქი. ნოსტალგია აქვს აქ. ხშირად ახსენდებით და აქ ადამიანს ხუთშორის უნდა რომ თავიდან დაიწყოს რაღაცეები, მაგრამ თქვენ გხედავთ რომ თქვენ თითქოს თქვენ გზას დაადექით. ამის თუ მოიმოქმედებს. უნდა, მაგრამ განიხილავს სხვადასხვა ვარიანტებს, არ იცის თითქოს კონკრეტული რა შემოგთავაზოთ, როგორ მოვიდეს, რითი მოვიდეს. ისე მოსვლა მოვედი მიმიღე აღარ უნდა თითქოს, უნდა რაღაცა შემოგთავაზოთ და რა შემოგთავაზოთ არ იცის, ან არა აქვს, ან არ შეუძლია, ან არ უნდა, არ ვიცი. რას გააკეთებს? ნუ აქ სერიოზულად ფიქრობს ადამიანი იმაზე, რომ რაღაცნაირად თქვენს წრიში ისევ მოხვდეს, თქვენს გარშემო ისევ მოხვდეს და რაღაცა მანიპულაციებსაც მიმართავს. ეხლა როგორც ხედავთ ამ ადამიანს, ეგრე არ არის, ხა ნიღაბი აქვს მორგებული. თუ ხედავთ, რომ ეხლა არის ბედნიერი, არის პირიქით. თუ ხედავთ, რომ ეხლა არის უბედური, ფეხებზე კიდია, მაგრამ ფეხებზე აქ არ კიდია. აქ ადამიანი ცდილობს, რომ რაღაცა მანიპულაციები თქვენი ყურადღება მიიქციოს. ოღონდ ამას ძალიან ტონკად აკეთებს, ისე რომ აი ვერც ერთი გამომძიებელი ვერ მიხვდება, რას აკეთებს თითქოს. აქ ძალიან გონება მახვილი და ესეთი ადამიანია, რომელიც 10-ჯერ ფიქრობს ერთ ნაბიჯს მხოლოდ შემდეგ დგავს. და როგორ ხედავთ სამყარო? რა შეიძლება გამოვიდეს თქვენი ურთიერთობიდან? აქ პერსპექტივა რაღაც ფარულ ურთიერთობაზე და კრიზისულ ურთიერთობაზე, სადაც თქვენ მუდამ იქნებით დეფიციტში. დღესდღეობით სამყარო ხედავს ასე. ენერგიები ცვალებადია, შეიძლება ერთ საათში ადამიანს ჭკუა გადაუტრიალდეს და სიტუაცია შეიცვალოს. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ, დაალაიქეთ და აკომენტარეთ, ვისთან როგორ რეზონირდა, ასევე შემომთავაზეთ რა თემებზე გსურთ გაშლების ნახვა. კონკრეტულად თქვენი სიტუაციის განსახილველად კი მომწერეთ აღწერილობაში მითითებულ ნომერზე, ვიბერზე ან WhatsApp-ზე.